მე მია ვარ და თქვენ უყურებთ ჩემს არხზე პირველ ვიდეოს. მომდევნო რამდენიმე წუთი ერთად ვიმოგზაურებთ ჩრდილოეთ იტალიის ულამაზეს ადგილებში და მოვინახულებთ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ სანახაობებს. ვაგიზიარებთ ჩემს კარგ და არც ისე კარგ გამოცდილებებს, რადგან ბოლო ბევრი წლის მანძილზე ეს ჩემი პირველი ქვეყნიდან გასვლაცა, არც უმაგისოდ ჩაუვლია ამბავს. თუმცა უმთავრესად ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და შთაბეჭდილებებით სავსე თავგადასავალი. ჩემი ჩელენჯიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოვახერხო თქვენთვის ამ გულწრფელი შთაბეჭდილებების გაზიარება. პირველი გაჩერება ლაგო მაჯორე, ანუ დიდი ტბა, რომელიც ალპების სამხრეთ ნაწილში შვეიცარია-იტალიის საზღვარზე მდებარეობს და სიგრძით იტალიის ყველა სხვა ტბას აყემატება, მხოლოდ ზედაპირის ფართობის ჩამორჩება გარდას. ტბა მოიცავს ულამაზეს კუნძულებსა და ბაღებს, გადაადგილებისთვის კი გემი, რომელიც ყოველ საათში გადის, კომფორტული და ამავდროულად სანახაობრივი საშუალებაა. სწორედ ამ გემით მოვინახულეთ კუნძულები, რომლებსაც ბორომეის კუნძულების სახელითაც მოიხსენიებენ. სახელი ბორომეოების დიდგვაროვანი ოჯახიდან მომდინარეობს, რომლებმაც კუნძულების შეძენა ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში დაიწყეს და მათ უმრავლესობას დღემდე ბორომეოს დინასტია ფლობს. ეს კი ვილა ტარანტოს ბოტანიკური ბაღია, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი თითქმის 20,000 სახეობის ხედაყვავილია თავმოყრილი. შესვლის ღირებულება 15 ევროა და მასში შედიოდა გამოფენის მონახულებაც, რომელსაც მოგვიანებით ვესტუმრებით. ბაღი დაახლოებით 16 ჰექტარ ფართობს მოიცავს და ტერიტორიის სრული დათვალიერებისთვის მაქსიმუმ 2 საათი დაგჭირდებათ. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის და ბათუმის ბოტანიკური ბაღები ნანახი მაქვს, ეს მათზე 10-ჯერ პატარაა და გრანდიოზული მოლოდინებიც არ უნდა გქონდეთ. თუმცა თუ გიყვართ მცენარეები და მათ მრავალფეროვნებაზე დაკვირვება, ნამდვილად მშვენიერი სანახაობა დაგხვდებათ. ვიქტორია კრუზიანეს, იგივე სანტა-კრუზის წყლის შროშანის სადგური ჩემი ფავორიტია ამ ბაღში. გარდა იმისა, რომ ულამაზესი ყვავილი აქვს და ეს თებშებივით ბრტყელი ფოთლები 2 მეტრამდე სიგანისაა, საკმაოდ საინტერესოა, რადგან თურმე ეს ფოთლები 50 კილომდე წონასაც უძლებს. მოგვიანებით გავიგე, რომ ბორომეის კუნძულებს შორის გამორჩეულია კუნძულ ბელაზე საზაფხულო სასახლე, ფერწერული ნამუშევრების გამოფენით, ფლამანდიური გობელენებით და ულამაზესი 10-ტერასიანი ბაღით. თუმცა აქ ყოფნისას მის სანახავად არ წავედი არასაკმარისი ინფორმაციის გამო. ამიტომაა აუცილებელი ადგილის მონახულებამდე კარგი რესერჩი. თქვენ კი თუ აქ სტუმრობას აპირებთ, ეს ინფორმაცია გამოიყენეთ. გამოფენა, რომლის მონახულებაც, როგორც უკვე გითხარით, ბოტანიკური ბაღის ღირებულებაში შედიოდა, ადგილობრივ, ჩემთვის სრულად უცხო არტისტებს ეთმობოდა და აერთიანებდა როგორც ფერწერულ, ისე სკულპტურულ ნამუშევრებს. ვარ ადამიანი, რომელიც ძირითადად დამკვირვებელია. შესაბამისად, ჩემთვის მოგზაურობა და ახალი ადგილების ნახვა სწორედ იმითაა მიმზიდველი, რომ დასაკვირვებელი ბევრია. კუნძულზე გარდა ბოტანიკური ბაღისა და გამოფენისა დავათვალიერე ლოკალური მარკეტები, ვიწრო იტალიური ქუჩები და დავიმუხტე წყლის ცოცხალი ენერგეტიკით. შესაბამისად, ეს დღე თავისი გამოცდილებებითა და ჩემი ახლობელი ადამიანების გარემოთვით შედგა. მეორე დღეს ვესტუმრეთ კანდელოს რიცეტოს. ესაა შუა საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსი, სადაც ადგილობრივები ინახავდნენ მათთვის ყველაფერ ფასეულს. ანუ ერთგვარ სათავსო საგანძურს წარმოადგენდა. საჭიროების შემთხვევაში კი ადგილი თავშესაფრის ფუნქციასაც ითავსებდა.
რიცეტო კანტელოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ისტორიული ნიმუშია. თუ თქვენს ჩემსავით გიზიდავთ სიძველეები, ეს პატარა ქვის სოფელი ვიწრო ქუჩებითა და წარსულის ატმოსფეროთი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებს და წარსულშიც გამოგზაურებთ, და რაც მონახულება უფასოა. კანტელოდან ჩვენმა იტალიელმა მასპინძელმა წაგვიყვანა ოროპას სამონასტრო კომპლექსში, რომელმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა სხვადასხვა მიზეზის გამო. ესაა ბაროკო სტილის გრანდიოზული ეკლესია, მიძღვნილი შავი მადონასადმი, რომელიც ოროპას წმინდა მთაზე მდებარეობს. ოროპას მთა კი 2003 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. ესაა საოცარ ბუნებაში ჩაფლული გოთიკური ბაზილიკა, რომელშიც ნახავთ მე-14 საუკუნის ღვთისმშობლის ქანდაკებას, რომელიც შავი მადონას ან შავი ქალწულის სახელითაა ცნობილი. კომპლექსი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და რამდენიმე მოედანს მოიცავს. ყველა მათგან სხვადასხვა დანიშნულება და ფუნქცია აქვს. მაგალითად, პირველ მოედანზე რესტორნებს, ბარებს და სხვა მაღაზიებს ნახავთ. მომდევნოზე ძველი ბაზილიკაა, აქვეა განლაგებული ბერების საცხოვრებლებიც. ტერიტორია მოიცავს მეტეოროლოგიურ და სეისმურ ობსერვატორიას, საგანძურის მუზეუმს, ისტორიულ არქივს. ბოლოს კი ამ ყველაფერს გადმოჰყურებს ზედა გრანდიოზული ბაზილიკა, რომელმაც პირადად შევიმონუხვა ერთი შეხედვით შეძლო. შავი მადონას ქანდაკება მე-14 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. იგი ხისგან დაამზადა უცნობმა ოსტატმა და მას მრავალი სასწაული მიეწერება. ქანდაკებას ასაკის მიუხედავად არ აღენიშნება ცვეთის, ჭიის ან კვამლის კვალი. ის თავდაპირველ დაუზიანებელ სახეს ატარებს. ეს მინიატურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ შობის იშვიათ და ძალიან საინტერესო კოლექციას წარმოადგენს, რაც კულტურული მრავალფეროვნების სიმბოლოა. მათი ნახვა ამავე ბაზილიკაშია შესაძლებელი და როგორც თავად კომპლექსის მონახულება, ესეც სრულიად უფასოა. ლომბარდიის ჩრდილოეთით, შვეიცარიის საზღვართან ძალიან ახლოს გადაჭიმულია კომო, იტალიის სიდიდით მესამედმა, ხოლო სიღრმით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბა. აქ ნახავთ საკურორტო ქალაქებსა და სოფლებს, ულამაზეს მდიდრულ ბილებს, მშვენიერ პეიზაჟებსა და ძალიან ბევრ ტურისტს. სწორედ ამიტომ, აქ გატარებული ერთი დღე ლამაზი ხედებით ტყუების ნაცვლად რიგებში დგომით დაუსრულებელ გამოცდილებად გადაიქცა. რეალურად კი კომოზე სანახავი ბევრია, მინიმუმ ბელაჯიო, ვილა, ოლმო, სერბელიანი და კარლოტა, მაგრამ ერთ დღეში, თუნდაც მხოლოდ რომელიმე მათგანის მონახულება ცოტა წარმოუდგენელი მგონია საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შუა სეზონზე. ასე რომ, თუ კომოს მონახულებას აპირებთ, ეს ინფორმაცია იმედია დაგეხმარებათ სწორ დაგეგმვაში, რადგან მე აქ მოსვლით უბრალოდ ერთი მთლიანი დღე დავკარგე. მოგზაურობაში კი დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მომდევნო დღე მთლიანად მილანს დავუთმეთ. მეტროდან პირდაპირ დუომოს საკათედრო ტაძართან ამოვედით და მისი გრანდიოზული გარე ფასადით დატყობის შემდეგ ტერასაც მოვინახულეთ.
ტაძარს 135 მარმარილოს ეგრეთ წოდებული შპილების ტყე აკრავს. შორიდან შუბებს რომ მოგვაგონებს, მაგრამ თითოეული მათგანი ახლოდან ქანდაკებით ბოლოვდება და ტერასიდან უკეთ აღიქმება. ჯამში, ფასადზე, შპილებსა და შენობის შიგნით 3400 ქანდაკებაა განლაგებული. მარმარილოს გორელიეფებში კი 700-ზე მეტი ფიგურაა ამოტვიფრული. ისინი ისტორიულ და ბიბლიურ პერსონაჟებს გამოსახავენ. მილანის საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1386 წელს დაიწყო და თითქმის 600 წელი გაგრძელდა. ეპოქათა ცვლამ გოთიკური ტაძრის თავდაპირველ პროექტში რენესანსის ელემენტებიც შეიტანა. ეს ცნობილი გალერეაა, რომელიც ლამაზი ტრიუმფალური თაღით დუომოს მოედნიდანვე მიიქცევს თქვენს ყურადღებას. გალერეა გაერთიანებული იტალიის პირველი მეფის ვიტორიო ემანუელე მეორის სახელს ატარებს, ვის წიგნსაც მოედანზე ნახავთ. ეს ადგილი არა მხოლოდ ძვირადღირებული რესტორნებისა და მაღაზიების გამოა ასეთი პოპულარული ტურისტებში, არამედ იმის გამო, რომ მისი არქიტექტურა და ისტორიული მნიშვნელობა საუკუნეებს ითვლის. შთამბეჭდავი გუმბათის ქვეშ მოზაიკური იატაკზე თავს იწონებს რომის, ტურინის, მილანისა და ფლორენციის გერბები. ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურინის გერბი, რადგან ლეგენდის თანახმად თუ მის ინტიმურ ადგილზე ქუსლს სამჯერ დატრიალდებით, ჩაფიქრებული სურვილი შეგისრულდებათ. მე მგონი დატრიალება ორჯერ გამომივიდა, თუმცა რაც მთავარია, სურვილი ჩავიფიქრე. გალერეიდან გზა პირდაპირ ლასკალას თეატრისკენ მიდის და ჩვენც მისი მუზეუმის მოსანახულებლად გავემართეთ. შევესწარით ოპერის რეპეტიციასაც და დავათვალიერეთ იმ ცნობილი მსახიობებისა და მუსიკოსების ნახატები, ქანდაკებები თუ პირადი ნივთები, რომლებმაც ცხოვრების დიდი ნაწილი თეატრს მიუძღვნეს. ლასკალა მსოფლიოს საოპერო კულტურის ცენტრია და როგორც მილანის, ისე მთელი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. მის ადგილას საუკუნეების წინ ეკლესია სანტა მარია დე ლასკალა იდგა. შემდეგ ეკლესია დაანგრიეს, მისი სიწმინდეები მუზეუმებსა და სხვა ტაძრებში გადაანაწილეს, აკურთხეს ტერიტორია და ააშენეს ახალი თეატრი, რომელსაც მისი სახელი ერგო. მუზეუმი სავსეა ნახატებით, რომლებიც ჯუზეპე ვერდისა და ლასკალას ურთიერთობაზე გვიყვება. სივრცე ეთმობა არტურო ტოსკანინის, მარია კალასის და სხვა დიდ არტისტებს. აქაა ორიგინალი კოსტუმები, დეკორაციები, მუსიკალური ინსტრუმენტები, რომელთა შორისაც აღსანიშნავია სტეინვეის როიალი, რომელიც ოდესღაც ცნობილ კომპოზიტორ ფრანც ლიზს ეკუთვნოდა. სფორცას ციხე-კოშკი, იგივე კასტელო სფორცესკო მილანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა და სიმბოლოა. ის უკვე 7 საუკუნეა რაც არსებობს და ჰერცოგ ფრანჩესკო სფორცას სახელს ატარებს. მისი რეზიდენციაც იყო. საუკუნეების განმავლობაში ციხე-კოშკი ხშირად იყო თავდასხმის ობიექტი, რამაც ის მნიშვნელოვნად დააზიანა. ბოლო რესტავრაცია მას 1900 წელს ჩაუტარდა და ამჟამად სწორედ იმდროინდელი სახით არსებობს. დღეს ციხესიმაგრე ღიაა ტურისტებისთვის და მასში რამდენიმე მუზეუმია განთავსებული. აქაა ლეონარდო და ვინჩის ფრესკებით მოხატული დარბაზი და მიქელანჯელო ბუონაროტის ბოლო ნამუშევარი დაუმთავრებელი ქანდაკება პიეტა რონდანინი. მილანში ამჯერად მხოლოდ ამ სანახაობებით შემოვიფარგლე და იტალიის მონახულება გავაგრძელე ტურინში, გენუაში, პორტოფინოსა და სანტა მარგარიტაში, რასაც სულ მალე მომდევნო ვიდეოში გაგიზიარებთ. თუ აქამდე მიყურებთ, ძალიან გამიხარდება თუ გამომიწერთ, რადგან ნული გამომწერით ვიწყებ და ჩემთვის უდიდესი мотиваცია იქნება.